გამარჯობა, მე ვარ დავით უცუბიძე, თქვენ უყურებთ ცნობილები დრიფტის მორიგ ეპიზოდს და დღეს ჩვენი დღევანდელი სტუმარი იქნება ბექა, იგივე სლენდერა. დიდი მადლობა ბექა, რომ მოხვედი. მადლობა მოწვევისთვის, ძალიან დიდი მადლობა. მიხარია აქ რომ მოვედით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გამოცდილებაში დრიფტში ისეთივე განსხვავება როგორც ჩვენ სიმაღლეში, ხო? მაინც ვფიქრობ, რომ კარგად ვიდრიფტავებ და რაღაცას მაინც ვიზავ. პატარა გამოცდილება მაქვს მექანიკასთან, ასე რომ ხო, აი პირველი კითხვა ეგეთი მექნება, რომ თუ გახსოვს რა იყო პირველი ავტომობილი, რომელიც შენ თვითონ დამოუკიდებლად გაატარე? ეს იყო პაპაჩემის ოპელი, რომელიც შემთავარ არსეც არის, რომელიც მყავდა ცოტა ხანი მე თვითონაც და ესე იგი ოპელები პავიბლუგენ. რიდელობენ ოპელები მოკლედ. მეც ოპელზე ვისწავლე და მე მგონი ძალიან ბევრმა ოპელზე ისწავლა და მართვა ავტომობილის. ამჟამად ვიცი რომ არხის გაქვს შენი საკუთარი, ესე ვთქვათ, ავტომობილებზე უშუალოდ. აი მართლა გილოცავ 100.000 ასვლას, ახლახანს ავიდა 100.000-ზე და იმედია ჩვენს მალე ავალთ და ხალხო გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ 20.000 გამომწერზე როგორც კი ავალთ, 3 გამომწერს შევარჩევთ, მოვიყვანთ აი აქ და ისევე როგორც ბექა, ვეცდებით რომ ვასწავლოთ დრიფტი. მე მგონი კაი შანსია. ანალიტიკას თუ დავეყრდნობით, ამათ გამომწერების რაოდენობა არ შეესაბამება ნახვების რაოდენობას. ანუ უნდა გამოიწეროთ ხალხო 50%-ს არ აქვს გამოწერილი არხი, ვინც ვიყურებთ. ბარემ დააჭერთ მაგილა გზარისგილაკი რაღაცა, ლაიკი, იაფია, კი არა და უფასოა. თუ გაქვს რაიმე გამოცდილება აგრესიულ მართვასთან ან დრიფტთან ამ ეგეთთან. აგრესიულად მართავ ავტობანზე. მთელი 120-ით მივდივარ და ეს არის რა ქვია დრიფტში სხვათა შორის ჩემი 46-ით რომელიც ახლა პროექტში ყავდა, გამოვდიოდი ხოლმე სამრეცხაოდან ცოტათი გვერდულად რა და რაღაცა ცოტა ამორწყნა ვიცი რა სტეპლენის. მექანიკა იყო? მექანიკა თუ იყო მაშინ შეიძლება. ძალიან კარგი. მანქანები გიყვარს. ნუ წინაღამ შემთხვევაში არ გააკეთებდა არხს ავტომობილებზე. მე მგონი რომ ყველაფერი გამოგივა ძალიან კარგად. პირველი ელემენტი იქნება ჩვეულებრივად კლასიკურად დონატი ერთ მხარეს, თუ გააკეთებ წარმატებით, მე უკვე მეორე მხარეს გადავალთ და თუ მაგასაც გააკეთებ წარმატებით, უკვე იქნება მე რვიანი და მე შეიძლება დავამატოთ უკვე ჰიდრავლიკური ხელის მუხრუჭი და ასე შემდეგ რა. გადავინოსოთ ახლა მანქანაში და უკვე შიგნიდან აგიხსნი ყველაფერს. წავედით. მოკლედ. როგორ დაგვემართოს დონატი? ზოგადად მარტივია ყველაზე რომ ადგილიდან დაიწყო დრიფტი. ანუ ჩვეულებრივად კლასიკურად როგორც ავტომობილი ბუქსავდება ეგრე თრავისმული აქვს. მაგრამ ძალიან დაახლოებით 5-600 ბრუნზე უცებ შევსებინიას, მანქანა იწყებს ბუქსაობას. როგორც ბუქსაობას დაიწყებს, ვიღებ საჭესიერ მარცხნივ, იქე საითაც ვინ არის დონატი გავაკეთოთ. და როგორც კი ვიზნობთ რომ უკანა მხარე წავიდა დრიფტში, ანუ მოსურდა და დაიწყო უკვე იქეთ წასვლა, მაგდროს უკვე თვითონ საჭეს დაგეხმარება იმაში რომ პირიქით დადრიალდეს და მისცეს მიმართულება, მაგრამ პირიქით დავადრიალებ საჭეს, შეიძლება ძირითადად არ ჯაჭდეს, შეიძლება სწორად ხონდეს, მოკლედ მაგას თვითონ გიჩვენებს მანქანა რა. და მაგდროს უკვე მთლიანად ვერთვებით იმაზე რომ გაზის პედალით ვაკონტროლოთ დრიფტი. ანუ ზოგადად დრიფტში ავტომობილის მართვა მთლიანად კონტროლდება გაზის პედალით. სიმძლავრით. და არა საჭე და რაღაცა. რა თქმა უნდა, თავიდან დასაწყისისთვის მეც ეგრე ვიყავი და ყველა დამწყები დრიფტერი ეგრეა, რომ საჭით ცდილობს სულ დააკორექტირო რაღაცები, მაგრამ როგორც კი შემდეგ ინსტინქტის ზონაზე გიждდება, ესე ვთქვათ, მანქანის ცოდნა, უკვე გაზის პედალით მართავ მთლიანად დრიფტს. ეხლა ნახავთ პრაქტიკაში როგორ იქნება ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე შენ გადმოჭიქი, ჯერ გავიაროთ მანქანით რომ მიხვდეს აბინია როგორ მუშაობს ასე და მე უკვე ვცდით უშუალოდ დონატს. ესე იგი, ზრავის როლი მაღლა აქვს. მარცხნივ მერე პირიქით. შვიდ ქულაზე დრიფტავ. გადავარდა. შვიდ დამიძარდი, ხო? კარგი. აი, ძალიან არა დრიფტის მანძე ვარ, მაგრამ არა უშავს. ცოტა შენი სამოსის სფერო შეიცვლება, ამ გადაღების სფერო. საბურები დაგემატება. დონატი რომ გავუკეთო რაღაც საგანს, ადამიანი იქნება ფიშკა თუ არა იმშულება, ისეთ არეალში უნდა დავდე რომ ყოველთვის აკონტროლებდე და ხედავდე. მაგ ამ შემთხვევაში ძალიან კარგად გახარ რა. გაზი დაგვაკლა. კარგი იყო ყველაფერი, ესე იგი დიდი ყურადღება გადაიტანე საჭეზე და ამასობაში გაზი დაგვაკლა. ნუ გამოცდილება, ასე რომ კაი ჩადოთ. მიდი აბა. ეხლა მე მგონი მოხოულია უკვე ხო? კი. აჩა, გასაკლე. მიდი კარგი იყო, ნახევარი დონატი ფაქტიურად გამოვიდა.
საღოლ, ძალიან მაგარი. აუღებს. ესე იგი, ხო, როგორც მივარაუდე, ეგრე მოხდა ყველაფერი, ძალიან კარგად გამოგივიდა. ადრენალინი არის, ხო იცი? მარცხენა მხარეს, ჯერ სათხარო, ისა სადაც მაღალ შეკარაზე გადავიდეთ. ძალიან კაი იყო რა, იმენად, ანუ გაზი დაკონტროლებული დრიფტს რა. აი მესამესთან. შეგვიძლია ჩვენ კიდევ ერთხელ ვცადოთ თან თუ გინდა მეორე მხარეს ცოტა უკვე. მეორე მხარეს ცოტა უჭირთ ხალხს და ყოველთვის ეცადე ისეთ ადგილზე იყო რომ ესე ვთქვათ ფიშკას ხედავდე რა, აკონტროლებდე რა. ეხლა აქეთ თავი გაქ ესე ვთქვათ გადაწეული და ხედავ ფიშკას არ არის, მაგრამ ასეთ დროს აქეთ მხარეს როცა არის ფიშკა გიჭირს მედულობა და ამიტომ ცოტა შორიდან უნდა გავუკეთოთ. უფრო განიერი დონად. ამას ზადნი როგორ აქვს? კაი, შეგვიძლია დავიწყოთ. Let's go. იყო რა, ფაქტიურად გამოგივიდა. ცოტა ვრდა. კარგია. კაი, თვითონ ერთი მეორე მესამე სიგარი ცოტა ხანი მანქანა გავაგდოთ, ჩვენ დაისვენებთ და ვერა უკვე. ძალიან კაი იყო რა, ანუ მე მგონი რომ მალე დამშვიდება მე ვარ ფიშნავი. და ფაქტიურად უკვე გჭირდება რვიანის გასაკეთებლად და ვერა უკვე გიდროთი მოწყვეტასაც მგონი რომ დავამოყავებთ. ეგ საინტერესო, ანუ ეხა მივხვდი პრინციპს, ხო, ბაზარი არა. ძალიან მაგარია, ანუ მარტივად აითვისე რა. ეგრეც ვარაუდობდი რომ მარტივად აითვისებდი, მაგრამ ესე უცებ რომ მოხვიდა და ეგრევე გააკეთო ყველაფერი. ტოპეს ვერ ვაჯობე, მაგრამ ნუ აცუდოთ ასკამი მე ესე გადადა ესეთი მივიდა. კი, და შემდეგზე აუცილებლად გამოვასწორებ მაგას, იმიტომ რომ არ გავაგრილოთ. შეიძლება იყოს, არ ვიცი. აუ, გძნობდი იმენა მანქანა, ზნავი. არა, მე მგონი რა დრიფტი შეიძლება მოხდეს. არ ვიცი. სამაულოდ რაღაცაა. ისენი მანქანა, რაღაც სხვანაირად მოვიწამე. ხა რა გინდოდა? უნდა ვიყიდე ხა მეცესდი მანქანა და რაღაც ოქნა. ბევრს ევარტება სხვა შორის ეგრე და რა მაგარია, ბიჭო. მე დრიფტში მოდიან ხოლმე. ძალიან კაი. ნახე ხერო, ნახე. მაყოფილი ხარ? კაი, მე მგონი მეორე ფიშკა მოვიდა და თამაში ვარი უკვე და გადაწყობები და რაღაცები გავაკეთოთ. მაგრამ შეიძლება 1-2 წელი просто მოვარდა რომ გაგრილეს რა. ოკეი. ბიჭო, რა კაი რაღაცა ყოფილა. ესეთი კარგი თუ იყო კი მეუბნებოდნენ, მაგრამ აი შენზე რომ გამოსდი სხვა არის. რა კარგი რაღაცა ყოფილა, ბიჭო, დრიფტი. ჰუ! ადრენალინ. ვერ მოვიტვინე ბოდიში. მაინც ამოვარტყე ერთი რა. ჰიდრავლიკური ვცადი, მაგრამ არ გამოვიდა. ზედმეტი მოვინდა. მე გული მიგზნობს რომ ამ გადაცემის ბოლოს ერთი სრულყოფილი დრიფტერი შემოემატება ქალაქს. არა მგონია, მაგრამ მაგარი სახალისოა. ეხლა უკვე გვაქვს შემდეგი ელემენტი. ეს არის რვიანი. ანუ რვიანი უნდა დავხატოთ რა. საქმე რაში მდგომარეობს? ვიწყებთ პირველ ფიშკასთან ისევ, ჩაოლებრივად გასაგურად, დონაც გავაკეთებთ ჩაოლებრივად. და როცა მზად იქნები, შეგიძლია პირველივე დონაცზე უკვე სადო გადაწყობა მეორე მხარეს და გადავეწყობთ მეორეზე და მეორესაც გავაკეთებთ დონაც. ესე იგი რა ხდება ახლა? გადაწყობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ თქვა დრიფტში ვდგავართ, მივდივართ ერთი კუთხით. მაგ დროს გას არ უშვებთ, კუთხეს ვამატებთ ჯერ, ანუ საჭეს პირიქით კიდევ ვამატებთ, იქეთ რომ მანქანამ ესე თქვა ცხვირი აქეთ წაიღოს. მაგ დროს როდესაც მიხვდებით რომ მანქანამ ცხვირი უკვე წაიღო, საკმაოდ გარეთ, ხო? გას უშვებ. როგორც კი უშვებ, ეს გაზის ეშება გეხმარება იმაში, რომ მეორე მხარეს გადმოვაგდოს უკანა მხარე. ხო, ინერციით გადააგდოს მეორე მხარე რა. ნუ პრაქტიკაში უფრო მარტივად მიხვდები შენ თვითონ, რამდენიმეც და შეგვიძლია ვცადოთ, არ არის პრობლემა და დანარჩენი რავი, ეგ არის მთავარი პრინციპი რა. ანუ ჯერ გაზ გაყრილზე საჭის აგრა იქეთ მხარეს, საიდანაც მინდა რომ გადავეწყოთ და შემდეგ უკვე გაზის გაშვება და ისევ გაზის დაჭერა, რომ დრიფტიდან არ გამოვიდეთ. ოკეი. ეგ არის და ეგ. შეგიძლია სადო ვერაფერი ვერ გავიგე შეგრძნებებით ვიზა. ის ხო ესე თეორიულად ძალიან რთულია, მე სამლაგიხსნა რა დრიფტი რა. ვისწავლი აუხსნი, მაგრამ მაინც ვერ გაიგებს ვიღაც რა აუხსნი. იმას რაღაცა აუზიში რომ წყალი არ არის ჩასმული და. აი ესე უნდა სულა, რო შეცურავ და იქ ფეხები ამოწრავ. ესე ულაკლაკელები და რაღაცა უბრალოდ ვიღაც გავს, მაგრამ პრაქტიკაში უფრო დაამოყავებ და ისე. კაი, შევიდეთ სადოთ, კი. ოკეი, დავაი. გადაწყობა. ნახე შენი შესწავლა რა იყო?
აქ ძალიან დასრულებული არ ქონდა ფაქტურად დონატი, როცა უკვე იმაზე კონცენტრაცია გააკეთა იმაზე და იქეთ დაიწყო გადაწყობა. ანუ ნახე, მანქანის ცხვირი დაახლოებით როცა დაიწყებ გადაწყობას, უნდა უყურებდეს აი საბურავებს. ოკეი. ნახე, შენ ცხვირი იქით იყურებოდი და მე მოინდომე გადაწყობა, მაგრამ რა თქმა უნდა, უნდა გამოსული ვიყო და მე უნდა იმას. კი, კარგად უნდა ჩააღრმო კუთხე და შემდეგ გადააწყო. ანუ მანქანით აქ რომ მოდიხარ ესე დრიფტით, წრეს რო უკეთებ, აი ცხვირით რო გაუსწორდები საბურავებს, მაგრამ შეიძლება დაიწყო გადაწყობა. ოკეი. მიდი აბა სადო? აი ცეგზნები თვითონ ხო ვიცი. მიდი. გამოგივა. აი რა თქმა უნდა დაიწყო, ხოდა ბიორა დაიწყო, გადაწყობა. დავიტანე? მოიცა გავასწორე, ისე დავიტანე. ავიყოლე? მაგარია. გაგისწორდა ხო? რა გამისწორდა? ძალიან. საუბრობ დავსწრეთ რა, იგი გამოვიდა, გამიგე, ანუ აქეთ წავედი და მაგიტანო, აი ესე მივიდივარ და მე მოდა დაეწია ყველაფერი. ხო, რა, სპონსორები თუ მარტივად გამოგვიხდის, რომ სპორტული სამართალი ჩავდა. კარო ჩამეყენეთ ძმა, რა არის, მამანი, რა უქენი ამ სიდენიეს, რა იყო ძმაო? ეგეთი მძიმეც არ მეგონე. ერთხელაც ვთვიდა თუ არ გამომივიდა მამანის ბრალია, всё. აა, გამოგივა ოჯახი, მიდი. გადავება ხერო ეხლა. იყო რა ეს სულტარიანები აქეთ მივდივარ ძმაო იმენა საზურია ხარჯობია ცოტა წამოწიო ზევით ნახე აბა სინჯე აუ არა ზანციან არის აი მაშინ შევნათ მანქანას გაგილევა და რამეს შევაგვახებ რომ არ გადაიძოს უკან რა ეგრეს მე მაქვს მაგარი დავალება ჯერ ერთ შემოვარს მე მეორე შემოვარს მე ორივე ერთად შემოვარს კი ეგეც იქნება და გიდროსაც გავაკეთებს და მეორეში შეკარიშეთ პროსო სიდანია უნდა გავუმაგრო როგორ მეტყორე პროსი გამოწია მე კარგად არის მაშინ გათი შეხა ცოტახანი ხა კლასიკურად რომ დავიწყოთ რვიანის შეკეთება რვიანი გავაკეთოთ როგორც კი გადავეწყობთ და მეორე მხარეს წამოვალთ ხო უნდა ვეცადოთ რომ გავშალოთ ისე დრიფტი რომ ორივე ფიშკა შუაში მოვიწევთ და დიდი დონატი გავაკეთოთ. შევდივარ ამაში, მიხელა მე და მე მთლიანად ვურთხავ. მე აი იქიდან რო გამოდიხარ, ისე ვაკეთე კი წამოვიდა, მთლიანად გარეთ გავედით, ისე რომ გავშალოთ რომ მთლიანად დონატი გამოვიდეს. ოკეი, სადაც. ვა, ხალხო, ლაიქები დამიწერეთ, გამოიწერეთ, ახი, ანუ ნიჭი რა, ნიჭი. რაღაც რა პერჩერება ნიჭი, მარტო ამაში გონია ნიჭი. დავიწყეთ? მიდი აბა. მამანქანა მიდი. ოკეი, ცოტა გიდრაულიკა დამაგნა. დამაგნა გიდრაულიკა. მაგრამ მე მგონი მეორე სიჩქარეს ითხოვს ეს ელემენტი რა. კაი იყო, ანუ ფაქტურად ზნობ მანქანას რა. მე მგონი რომ მეორე სიჩქართან ჩვენ შეგვიძლია დრიფტი ვცადოთ. მეორეში ძალიან მომიწონდა. უნდა მოვიფიქროთ კონფიგურაცია რა. აჰა, აბა, მოვიფიქროთ. ესე იგი. მოიცა ფიშკებს გადავალაგებ ახლა. კლაჩკი კიდე გადმოწყობა? შეგვიძლია. ეს გააკეთო. ესე იგი ტერმინოლოგია. ესე იგი მონაცემები. მე დრიფტერი ყალიბდება რა. ბექა შენში. მიდი აბა. აბა, დავაი. აი ეს მინდა და მე არ გამოვიდა. ეგ ცოტა რთული ამბავია. საჭესთან გიძებდა, ეხლა ჭიდაობა რა, რას დავინახე რა. ეხლა მინდა რომ იდეალურად გაზით მართო მაგროს დრიფტი რა, საჭესზე ჭიდაობდი რომ მანქანა გაზი უნდა შევიგზნო. ხო, გაზი უნდა შევიგზნო. ახლა თლიანი გაზით მაგროს სიარული არ არის რეკომენდირებული. გაზი უნდა თითქოს ათამაშო რა. მიხვდე რა დროს ჭირდება, რა დროს არა რა. რეალი დრიფტის მოღამის ეგ არის, რომ გაზის პოზიციას როგორც კი იპოვი, ან მანქანა რა დონეზე დაცურავს, ჩათვალე რომ შეუძლია სრიალებ რა. კაი, შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვცადოთ. მიდი აბა. აჩქარდი, მიდი.
ნამდვილი დრიფტი იყო. ნამდვილი დრიფტი გაგისწორდა ხო? ხო, მაგარი. ძალიან მაგარია, საბა, მოიცა ჯერ მაგაზე გადაწყობა გავაკეთოთ და გიდროს მოვკაჩოთ, ეგ უფრო მაგარი იქნება შენთვის. კაი, ძალიან მაგარი იყო, მანქანას მეგონი არ არის გადახურებული და რაღაც. ალბათ ვიყენებ მანქანას. კი, იდეალურად. აქეთ მხარე სასიკვდილო კარგი იყო, მომეწონა. შეგვიძლია კიდე შეგვიძლია რომ სადაც 1-2-ჯერ, მაგრამ ჯერ მოდი ვნახოთ მეორე მხარეს რა ხდება. არა, პირიქით დავუდგე, კი, ხა ფიშკებს დავაღოთ. მეორე სიჩქარეში უკვე რამდენად კარგად მართავ პირიქით მართლებით. პრობლემა არ არის. მეორე მხარეს მაშინ დავიწყოთ უკვე მოძრაობა, არა? კი, მეორე სიჩქარე. ჩაგდება, შეგიძლია იმოძრაო და როცა მზად იქნები, შეგიძლია ამოვარტა. კაი. კარების იქით ვიყავი მე რომ კარები რომ გაღებულიყო მან დახეული მქონდა. აი იყო სუპერ რა, მე მგონი დრო არის რომ გიდროთი ჩაგენებაც დავამუღამოთ და მე რაღაცა გზას დაგილაგებ ისე რომ დავალევ, მაგრამ ეს გზა უნდა გაიარო რა. აუ გამირთულეს იმენა ძმაო. არა, ყველაფერს აკეთებ და ძალიან მაგარია, რატომაც არა. ოკეი. ესე იგი, გიდროს მოწყობის დროს რა ხდება? ხო. გამერქანებით რაღაც სიჩქარის დაახლოებით 40-50-ით მაინც უნდა წავიდეთ, რომ ესე ვთქვათ რაღაც ინერცია გქონდეს მანქანას რა. ესე იგი, პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ, საიდანაც უნდა მოუწყვიდოთ მანქანა, იქეთ მხარეს ვიღებთ ჯერ საჭეს და შემდეგ ვქლაჩავთ და ვწევთ გიდროს. ანუ თუ გავაკეთებთ პირიქით, ანუ ჯერ გიდროს მოვქაჩავთ და მერე დავიწყოთ მანქანისთვის ინერციის მიცემას. ხო, შეიძლება გავჩერდეთ კიდევაც რა. მაგრამ დრიფტი არ გამოვიდეს საერთოდ რა. ამიტომ ჯერ უნდა მოუხვიოთ, შემდეგ მოვქაჩოთ, რა თქმა უნდა ეს მალე უნდა მოხდეს, არა ისე რომ რაღაცა დიდხანს მივიდოთ მოხოვნე. მოხვევა და კლაჩი. კი, ხო, ინსტინქტის დონეზე. მოხვევა, კლაჩი, მოვქაჩვა. კლაჩი და მოვქაჩვა. კლაჩს უშვებ ისე როგორც კი ვიტყვები რომ მანქანა უკვე საკმარისად ჩადგა დრიფტში, ანუ გიდროსაც გავუშვებ და ჩვეულებრივად გაზით აგრძელებ დრიფტს. ეს ყველაფერი უსაფრთხოდ რომ გავაკეთებთ ჩვენ, იქიდან უნდა დავჩერდეთ აქეთ მიმართულებით და აი ხერო დღეს დაახლოებით მაგალითზე ვეცადოთ უკვე დრიფტში ჩაგანებას მანქანას. კაი. წავედით. აჩქარდი. მიდი. ეს ნელი იყო, ეს არის ცოტა სიჩქარე იყო. ეს არის საფარის პრალიდან მიდი. ოკეი. და შევიდანაც ვიქდი ხო მეტი სიჩქარე საშკირო და ამის მოკაჩვა უფრო დიდხანსაც შეგიძლია. ოღონდ სიჩქარეს მეტი უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა რა, ისე აზრი არ აქვს. მიდი აბა. მეორეთივე შეგიძლია წახვიდე, აჩქარდე პირდაპირ. და შევსწავლე მგონი. არა, უშავს კარგად ავიღებთ. ას გონს. მიდი. დაამატე სიჩქარე, დაამატე, რომ შეგვიძლია, მიდი. ცოტა წინასულიყო. ცოტა მეტად დასასრულიყო წინ. კი. პრინციპი გასაგებია. ეგონი ხდება მიხდი ხო შენს? მიდი. აჩქარდი კარგად. მიდი. კიდე. მიდი აბა. სუპერ. გაგზავნე სუპერ. სუპერ ჩაგენება იყო იდეალურად. აი სუპერ ჩაგეიყო. ხო ცოცხალია. ის ცოცხალია. კიდევ ერთხელ სადოთ. ერთხელ. მეგონი მოგეწონა ეს. კი, მომეწონა. ილეთი. და იცი რა ვქნათ მე? როგორც კი წრეზე წამოხვალ დიდზე. აი შუაში ფიშკებს გაუძვრეთ ისე და გადავეწყოთ მეორე მხარეს სიჩქარით. ანუ დიდი რვიანი გავაკეთეთ. დიდი რვიანი. იმას რითაც ვაკეთებდით პირველი სიჩქარით, ამჯერად გავაკეთოთ მეორე სიჩქარით. ოღონდ ამ შემთხვევაში გიდროთი ვაკეთებთ ტიპში მაგას. ოკეი. გასაგებია.
დავაყენეთ. ძალიან მაგარია, რა ვიცი, ყველაფერი რაც გითხარი, ყველაფერი თავისუფლად გააკეთებ. კი, ანუ დავალებები ესე ვთქვათ, კარგად გაართვით თავი ყველაფერს და რავი, ის გადამრჩენია რომ ამით მე მგონი მოვრჩეთ ჩვენ, ოღონდ არ შემიძლია რომ თავისუფალი დრო არ მოგცე და თავისუფლება სრული რაც გინდა რომ ის უკნა მანქანას ესამრავის ბოლომდე დაადუღო და რა ვიცი, ეცადო შენ თვითონ რაღაცა შეგაკეთებ, იმიტომ რომ რა ვიცი, რაც გითხარით, მე მგონი მაგრულების ამეთაფორმე რომ ყველაფერი გააკეთე აბსოლუტურად და ძალიან მაგარი ამბავია. ამიტომ მე თუ გინდა სანდე ჩამოვსვი და მე შეგიძლია გადაწყვეტით სადო მეორე სიჩქარით. ჩვენს დრიფტს და ეხა მე წმინდა ვცადო, აბა ამას იჯე როგორია BMW. ცნობილები დრიფტში ხერო. ცნობილები დრიფტში ხერო. Papugazzi. Mankana გავაფუჭეთ. დავით, ანა, მალე ავაწყობთ რაც დარჩა. და მალე ავაწყობთ რა მოისლით. ორ გვიყურებე. ძალით ჩავაქრეთ. სამდენოლი ნახე. ბიჭო, ეს რა იყო? ზოდაზეთი. და ამლი რო ამოდის? ოკეი. ეხა იმასაც გვეტყვიან რომ უი საერთოდ აღარ მუშაობს დროსელი. ხერო რატომ მიუშვი? აი, პროსტო, აი, როგორ შეიძლება რომ მე მანქანაზე ვჯდები და ყველაფერს ამიან სახე ეხება. ყოველთვის ფუსტება ძმა შეიძლება. ხო არაფერი არ მიქნია ისეთი. რამე იყო? ჩემი კაი. ის ჩამოიკიდე ცისფერი თვალი რო არ იცის ხო? ცისფერი რაღაცები შენ ჩამოიკიდე თუ კაია. მოკლედ, ბექა იმ ადამიანების რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც ძალიან უცებ აითვისეს დრიფტი. ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა ბექამ, რაც უთხარი და რაც მოვინდომე რომ გააკეთებინა და პირველ რიგში მაინტერესებს რამდენად მოგეწონა ეს პროცესი და რამდენად აღფრთოვანებული ხარ ამ ყველაფრით. პირველ რიგში ისაა რომ ძალიან კაი მასწავლებელი მყავს. მეორე რიგში აი სასწაული შეგრძნება არის რა. ანუ სანამ დაუმუღამებ ადრენალინის მოზღვავება, მე სტაბილურდება და გონია თავი თამაშში. სიმულაციებს რო ვატარებდი, ზუსტად ეგეთი შეგრძნებები მქონდა და უკვე ნელ-ნელა დამუღამდა, შევიგზავნი მანქანა და აი ძალიან მაგარია, მოვიწამლე და მეც რაღაც დრიფტ კარს ავაწყობ სავარაუდოდ. კიდე ერთი დრიფტერი დაგვემატება მე მგონი ქალაქში და ძალიან მაგარია მოვია ეგ და თუ ეს თუ გინდათ იგივე განიცადოთ ზუსტად, ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ არხი 20000 გამოწერზე როგორც კი ავალთ, 3 გამოწერს ავარჩევთ, ვისაც მოვიყვანთ აქ და ზუსტად იგივენაირად ექნება შანსი როგორც ბექას, ასე რომ გამოიწერეთ არხი. ბექა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოხვედი ჩვენთან ერთად, ძმაო. მადლობა რომ მისტუმრეთ, ძალიან დიდი უეჭველი გამოიწერეთ ეს არხი, იმიტომ რომ აი როგორც ხედავთ ძალიან სახალისო კონტენტია და მე მაგრა ვხარლისობ ამეთი ვიდეოებით, ასე რომ დააჭირე მაგ ღილაკს რა. ბოლო-ბოლო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა დროებით.